მოგესალმებით. Ამ ვიდეოში ვისაუბრებთ უკაბელო კომუნიკაციის ორ მთავარ მეთოდზე: FDD (Frequency Division Duplex) და TDD (Time Division Duplex). ეს ორი ტექნოლოგია გამოიყენება მობილურ კავშირში, Wi-Fi-სა და სხვა უკაბელო ტექნოლოგიებში. FDD სიხშირის გაყოფითი დუპლექსი. FDD მეთოდი იყენებს ორ დამოუკიდებელ სიხშირეს. ერთს მონაცემთა გაგზავნისთვის და მეორეს მიღებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაციის გადაცემა და მიღება ხდება ერთდროულად, მაგრამ სხვადასხვა სიხშირის დიაპაზონზე. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ორი ადამიანი ტელეფონით საუბრობს. ერთი არხი, ანუ ერთი სიხშირე გამოიყენება თქვენი საუბრის გადასაცემად, ხოლო მეორე არხი იმ ადამიანის ხმის მისაღებად, ვისთანაც საუბრობთ. ეს ერთდროულობა უზრუნველყოფს კომუნიკაციის სტაბილურობას და დაბალ ლატენტობას. ამ ტექნოლოგიის უპირატესობები არის ის, რომ შესაძლებელია ერთდროული გადაცემა და მიღება, რაც ამცირებს დაყუნებას, იდეალურია გრძელმანძილზე კომუნიკაციისთვის, უკეთესია ხმისა და ვიდეო ზარებისთვის, სადაც საჭიროა უწყვეტი მონაცემთა ნაკადი. ნაკლოვანი მხარეები გახლავთ ის, რომ მოითხოვს ორმაგ სიხშირის დიაპაზონს, რაც მას უფრო ძვირადღირებულს ხდის. სპექტრის ეფექტური გამოყენება რთულია, რადგან სიხშირეები მუდმივად განაწილებულია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გადაცემა აქტიური. TDD დროის გაყოფითი დუპლექსი. TDD მეთოდი იყენებს ერთ სიხშირეს, მაგრამ მონაცემთა გაგზავნა და მიღება ხდება მოსმენილი დროის მონაკვეთებში. ეს ნიშნავს, რომ გადაცემისა და მიღების სიგნალები ერთმანეთს ენაცვლება დროის მცირე შუალედში. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ორი ადამიანი საუბრობს, ერთი ლაპარაკობს, მეორე უსმენს. შემდეგ ენაცვლებიან ერთმანეთს. ასე ხდება მონაცემთა გადაცემა TDD ტექნოლოგიაში. სისტემა ალტერნატიულად იყენებს დროის მონაკვეთებს გაგზავნისა და მიღებისთვის. ამ ტექნოლოგიის უპირატესობები არის ის, რომ არ საჭიროებს დამატებით სიხშირეს, რაც მას ეკონომიურს ხდის. შესაძლებელი ხდება დატვირთვის დინამიური რეგულირება, მაგალითად ინტერნეტში უფრო მეტი მონაცემები იგზავნება, ვიდრე მიიღება. და ამ მეთოდით შესაძლებელი ხდება მეტი რესურსის გადაცემა საჭირო მიმართულებით. 5G ქსელებში უფრო პოპულარულია ეს ტექნოლოგია, რადგან უკეთესად ადაპტირდება თანამედროვე ქსელების მოთხოვნებზე. ნაკლოვანი მხარეები გახლავთ ის, რომ მონაცემთა გაგზავნა და მიღება არ ხდება ერთდროულად, რაც ზრდის ლატენტურობის საფრთხეს. ორივე მეთოდს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. FDD უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ კავშირს და დაბალ შეფერხებას, რაც მას შესანიშნავს ხდის შორმანძილზე კომუნიკაციისთვის, ხოლო TDD უფრო მოქნილი და ხარჯდეფექტიანი ვარიანტია, განსაკუთრებით სწრაფი ქსელებისთვის, როგორიც არის 5G და Wi-Fi. თანამედროვე 5G ქსელებში TDD უფრო პოპულარული ხდება, რადგან ის უკეთესად ადაპტირდება მზარდ მონაცემთა მოთხოვნებზე. თუმცა ზოგიერთ აპლიკაციებში, როგორიც არის ხმის, ვიდეო ზარების აპლიკაციები, FDD კვლავ რჩება უმთავრეს სტანდარტად. მადლობა ყურადღებისთვის.